როგორც იცით, ჩემო ახსაზრდელებო, დღეს გაიმართება ფინალური ტურნირი ჩვენი სკოლის მესამე, მეოთხე და პირველ-მეორე ადგილებისათვის. და კარგად გახსოვდეთ, რასაც გასწავლიდა თქვენი სკოლის დირექტორი და სენსეი, რომ ეს კარატე კონტაქტური ორთაბრძოლა უნდა გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვისათვის და არავითარ შემთხვევაში ეს თავდასხმისათვის და ბოროტის რახვებისთვის არ უნდა გამოიყენოთ. მე რა ვლაპარაკობ? არ უნდა მომისმინო? ასია ჩემო კარგებო. გასაგებია ხო? უნდა გამოვიყენოთ თავდაცვისათვის. შეგიძლიათ მიდი გიყურეთ. მას. როგორ ხართ? კარგად, როგორ ხართ? რაღაც მაინტერესებს შეიძლება ხო? დიახ, მომზადით ქალბატონო თარისა თქვენ შვილს გულშემატკივრობთ ალბათ. დღეს არის ეს კარატეს ხო რაღაცა ხდება ხო? რა მაინტერესებს უსაფრთხოების ზომები დაცულია? დიახ, ყველანაირად. ძალიან კარგი და რა კარატე არის ეს რა მე არ ვიცი. კონტაქტური ორთაბრძოლა. ხო მე იტალიიდან ეხლა ჩამოვედი და არ ვიცი. კონტაქტური ორთაბრძოლა ჩვეულებრივ. მას სამდე ხაში ვიწყებ ჩვენ? წადი გამოიცვალე შენ. წადი. ხო, კონტაქტური კარატე არის. ესა ძალიან კარგი, ძალიან მიხარია სპორტულობა ბავშვს. არა, თუ კონტაქტურია, ჩემი ბავშვი მოიგებს აუცილებლად მაშინ ამ ტურნირს. ტურნირი არის ხო ეს? ძალიან კარგი. და რატო ფიქრობ, თქვენი ბავშვი რომ მოიგებს? არა, იმიტომ რომ ჩემი ბავშვის ნაირი კონტაქტური უშუალოდ და მეგობრული კაცაშვილი არ არის ამ დედამიწაზე, ის იმპოსა ბავშვი გაზდები სულ. სხვათა შორის აქ თუ გაიმარჯვებს თქვენი შვილი, შემდეგ კიდევ ერთი ტურნირი ექნება წინ და შემდეგ უკვე იაპონიის საგზური შეიძლება მოიგოს. იაპონიის. იაპონია რომელია ეგა? კიტაი არა და მეორე ხო? გამახსენე. მეორე. გამახსენე. არა, იაპონიაში მე გამშვები არა ვარ ბავშვის. რასიკოდილი მინდა ჯერ ეგერთი ძმა და ჩემი ახლობელი არის მანდ იაპონიაში. რამდენჯერაც ურეკავ, ესე იგიო, თავარისო, მეუბნება სუწნებები მაქვს სუმაქანაბებს, აქ ძალიან ცუდა თავარა, მე ფეხებიდან მიწა მეცლებაო. და რა ჯანდაბა მინდა მათ? მიწა ხო იცით? მიწა არა და მეორე. ისე თქვენ შვილს ეს ვაშკაცური აღნაგობა ეთყობა მოსდევს. ხო, რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვი ძალიან ღონიერი ბავშვი არის, გენეტიკურად მოსდევს, სხვათა შორის მთელი ოჯახი ძალიან ღონიერები არიან, მამიდან დაწყებულები. აგე მაგისი ბაბუა, ისეთი ეს ბაბუასაც ხო ზურიკო დავარქვით, მაგის საპატისაცემო, ჩემი ზურიკო საპატისაცემო. ვიცი ხარ. ხო და ძალიან ღონიერი კაცი იყო, მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა, მთელი ცხოვრება ბოლოს ვარჯიშა ის ჯანმრთელად იყო, უბრალოდ გული კუნთად გადაექცა და მაგანა მოკლა. ძალიან შეჯობა იმისი. თუნდაც კარატე? დიახ. ხო და ძალიან ღონიერი იყო, ბოლოს ისა ხო, გული კუნთად გადაექცა და საერთოდ ისეთი ღონიერი იყო, რა ეს 9 სართულიან კორპუსებს აი ესე ნეკათითებზე წევდა. 9 რომელ 9 სართულიან კორპუსებს? ქალბატონო მთვარის. რომელ 9 სართულიან კორპუსებსა და ორთაჭალაში აი ავტოსადგური ხო იცით? დიახ. აი რო გადახვალ ხიდზე მაგის უკან დგას ისინი რა ქვია, ხიდის იქით რესტორანი რო არის 216-იანი ხო დგას. მაგის უკან იყო, მე მშენებარე კორპუსები აშენდა რაღაცა იმანა აშენა, რაღაცა კომპანია იყო, მე რაღაცა პრობლემები ჰქონდათ მაგაც სასამართლოში ხალხი ვერ დისაკენი დააბინავეს რაღაცა ვერ ჩააბარეს თავის დროზე კორპუსები და ზოგი გარეთ დაჩა, რუსთავიაშიც იყო, კურიერშიც ასვენეს, ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ხალხს მაგ კორპუსების ჩაბარებაზე. და ზოგს დააკმაყოფილებს, ზოგი კიდე ვერ ისაქნეს, ხო. ხო და რაზე მოვაყოლე ესა? ქალბატონო მთვარისა რამე მოვაყოლენ მოკლედ. რა მინდოდა მეკითხე მაგას თავი დავანებო და ასეთი ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით ჯანღონით სავსე მარტო რომ ზრდით შვილს. ცოტა ისეთი სხვა არის ან გათხოვება არ გიფიქრიათ ან უბრალოდ მეგობარი მამაკაცი ან ჯერ ეგეთით შემოკარგო მე საერთოდ სოფლებთან და გომებთან საქმეს არ ვიჭერ. სხვანაირ ოჯახში ვარ გაზრდილი და ახლა თქვენ თუ გონია ჯერ ეგეთი მე ზურიკოს ეგეთ იმას შეურწყებას არ მივაყენებ, თორე ისეთი კაცები მეძლეოდნენ მე აგე სულ ბერლუსკონოები და ისინი ჩელენტანოები და აი ეს დელპიროები მეძლეოდნენ რა ვიცი. მართლა ხო დელპირო. აი დელპირო გოლს გაიტანდა ხოლმე. თქვენ შეიძლება ციცოდეთ ვინ არის ეგა. მაიკას რო ეწერდა ხოლმე, იცით რა ეწერა მაიკაზე? მ და ო, მთავარისა ოდილაო.
ჩემო კარგო. ძალიან ბევრ კომპოზიტორს კიდე ჩემზე აქვს სიმღერა დაწერილი. რა სიმღერა ქალბატონო? უამრავი, რომელიც ერთი კითხრით რა ვიცი. აი მაგალითად ისა მეგობარს შეხედეთ ვალებს იმთა ისა დილაური ჩემზე არის. დილაური თუ სულარ მახსოვდა. და რა ჩაიცი ბიჭო ეს რა რა ტურნირის ეს ჩაიცვი? რა ჯღანობა არის რა არის ესა? ტინო ტანატონოების კიმანო არ გიყიდე მე შენ? წადი ტინო ტანატონო კიმანო ჩაიცი რა უბედურება. კიმანო არის და ეს უნდა მეცვეს. დედაღარ შემიძლია ბავშვის სიგრძე. კარგით, გავაგზელოთ მოთელვა, გავარძოთ ცოტა ხანში. დიახ, რა თქმა უნდა, ქალბატონო თორესაც ცოტა ხანში დავიწყებ ტურნირს. ახლა ვიქნებით ჩვენ მაშინ. Алло. Сусана arrivederci чисто questo cassetto Zurigo caratteristico da tornare che sia cotta passo. Sì. Ciao, grazie Susana, sì. Sì, arrivederci, se mi arrivi che sia così attuazione. Che Susana, che? Susana d'America. Bicho, Susana mogi kitxa. რა. რა და ისა კრესტოპერა ანატრისტაო გისურვა. კრესტოპერა ანატრისტაო, ანუ ისა ბუსტა ბროგა კონტა ყავდა ქონდა საცა დარტყი ქვე დააგდეო რა ვერ გაიგე. აი. აი ეს გამართვი. ბიჭო. რა არის და ურა გამოიწვია. რა არის ეს? ამისთვის მოატაინეთ ბავშვო ცილარი? Ვითომ ეს ჯღანობა უნდა საყარო საქმე. გააგნებოთ, ქალბატონო, ძალიან კარგი რუნჩაგოა ეს ფოტოშოპი. რა დრითი არის კარგი ერთი ამიხსენე. ჩვეულებრივ კარგია, კარგი ხარისხისაა. რატო არის კაი რა მას კარგი არ ვერ მიხსენე. ერთი წუთით მომეც ნახა. ნახეთ ქალბატონო, ხმა ხო გესმით? კახ. ნახდე კახა კოხებია. გასაგებია. ძალიან დავიწყოთ რა მას. დავიწყოთ. სად არის? უკვე ტურნირი. ყველა ვართ მოსული. მე სოფლელები რატომ მოვიდე მე ახლა? ეს სულ ზულუკურით რატომ მოვიდე? მოდოსთან მოხსენიბრის ახლა მოდიო აკაო. რა შეესაქმება დაიწყოს ბრძოლა დედა ხო გითხარი? დედა ხო გითხარი? სულ სხვანაირი ფორმა ჭირდება მეთქი შეხედე. არა რატო კარგად არა. ესეთი კიმანო. ქალბატონო მოიხედეთ აქეთ ერთი რა შეესაქმება ბატონ დირექტორ რა ხდება? ქალბატონო ძალის გამოყენებით ხო შემოხვედით აქ? ძალის გამოყენებით. მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, ხო შემოხვედით? ხო შეიძლება რომ ეს თმები დამიბრუნოთ უკან რომ სანამ ცხელია თავი გადავინერგო უკან. ვისი ბიჭი ხარ შენ? რა მნიშვნელობა აქვს ჩემი თმებია კაცო? შევდი აქეთ. არ მითლია თმები? წავიდა. უტკუნა ბიჭი, მოდი აბა შვილო, გამოდი აქეთ. ამათთან უნდა ამ სოფლელებთან უნდა მოდი აქ. ნედო აბა მიდი ამასთან დაეჭიდე შვილო, მიდი წავიდა. რატო ხარ პუტკუნა შვილო? ჭამელი ბიჭი ვარ და მაგითო. რატო გაქამ ხელაღიდი? ჭამ საჭოს ბე. შენ რატო არა გაქნოდო ამ ხელაღიდი? რატო არა გაქნოდო? არა მაგი. რატო არა გაქნოდო? ნოდო ხელები მიკანკალებს ნოდო. მე რა სიკვდილი მინდა ახლა ამათ რატო არიან ეს? იგი ჯერ არ დაწესებულა. ვის ამახალახს უნდა ებრძოლო? ერთი წუთი დავწყდარდეთ. დავიწყოთ ტურნირი. გამარჯობა. ნუ კიმონო განსაკუთრებული აცვია. როგორც იცით, გაიცვალეთ დღეს იმართება ჩვენი სკოლის ტურნირის საფინალო შეხვედრა. სანამ გადავიდოდეთ საფინალო შეხვედრაზე, მანამდე ცოტა გავხურდეთ, როგორც იტყვიან და გავტეხოთ კრამიტები. გახურდი ნოდო, მიდი. აბა, პირველი? მიდი მე ნოდო. ზურიკო, ანატრისტა განაკუსტეო, როგორც დასაც დაატკი. აი გავიგე ხო. ხოჩა! ძალიან კარგად შეგეხება. შემდეგი ზურიკო? სოფლელის სახეკია, მაგრამ შენი რა ჩატეხა? რას გააკეთებ ნახე. ჯერაგეთიც მოიცადე შვილო. ეს რა შეურაცხყოფა არის? ბავშვს რატო ჩაატეხინეთ ეს რაღაცა გოიმური ისა შროშის ისინი რაღაცა თიხა. რა გნებობ? ეს არის ახლა კარატის ისა? რატო გვებძვით ქალბატონო? ერთი წუთი მოტანილი მაქვს ჩემი ისა, აგი იმ დღეს რომ მოვიტანე ამაზე გელაპარაკებოდით. იტალიური კაფელი მეტალახი არის მშვენიერი ეს ჩატეხი შვილო. რატო უნდა ჩატეხი? იგივე რაც გუსხა მაგდა გოიმება ჩატეხის მიდი. კარგი ჩატეხე.
ჩატეხე მიდე. არ ხდება და რანაირად ჩავ. იმიტომ რომ იტალიური ენიდან ნაღდია, ეს კიდე ნაგავია. მაგით არ ხდება. აბა ნოდო ნოდო ნელა და დედას რა მატკინო გული. მის დედას ეხები. მის დედას. ქალბატონო რა ხდება? ქალბატონო ჯერ არ დაწყები. ვერ გავკეთე. რა ვერ გადეხე? ყოველთვის ამათა რატომ აქ ეს პრობლემა? რატომ ვერ გადეხე ნოდო? რა უნდა? მაგარია დედა ვერ გავკეთე. რა არის ნოდო მაგარი? მაგარია დედა. ეს არის ნოდო მაგარი. დედა მაგარია. არ არის ნოდო ეს მაგარი. მაგარია დედა გეფიცე. რატო არ გადეხე? მაგარია მეთქი ხო არ მოგატყვევი. რატო არ გადეხე ნოდარი? არ არის ნოდარი მაგარი ესა. რა უნდა ნოდარი ამას? არ არის ნოდარი. არ არის ნოდარი. არ არის ნოდარი. ქალბატონო თქვენ ხوار გამოხვიდოდით თქვენი შვილის მაგივრად დღეს ტურნირზე. რამდენი წლისა ხარ შენ გინე? მე სკოლის დირექტორი ვარ ქალბატონო. ძალიან გთხოვთ დავწყნარდეთ როგორც იცით ქალბატონებო ბატონებო დღეს გაიმართება მესამე მეოთხე ადგილისათვის და პირველ მეორე ადგილისათვის ბრძოლა მესამე მეოთხე ადგილი ჩხუბობენ იქეთ გვერდით ტატამზე პირველ მეორე ადგილსაც შეეხება გაიმართება ერთი წუთით ქალბატონო მაცადეთ ერთმანეთს შეერკინება ზურიკო და ნოდო მიდი ნოდო დავიწყოთ შეგვიძლია ერთი წუთი რაღაცა ისა მაქვს მე მკითხვა მაქვს თქვენთან რა ეს ბავშვი არის ახლა დაიწყო კარატე ეს არის ვიღაცა ყალაყი და შავი ქამრის მფლობელი და რატო აჭიბრებს შავი ქამრის მფლობელს დავწყებ კარატის რატო არის ეს შავი ქამრის მფლობელი შავი ქამრის მფლობელი აბა სიკამდილი რატო არის შავი ქამრის მფლობელი გამაგებიეთ შეხედეთ აბა სახე შუბზე შეხედეთ შავი ქამარი არა გადატკეცილი აბა რა ეს ქამარი არ იწვევა ქალბატონო არ ვიცი ხო უბრალოდ რაღაცა დარღვევასაა კატეგილი ძალიან გთხოვთ დაწყნარდით აქ ყველაფერი წესების დაცვით იქნება ძალიან გთხოვთ შეგვიძლია დავიწყოთ ორთაბრძოლა ჰიმნი შეგვიძლია შევასრულოთ ჯერ მანამდე კი ბატონო შეგვიძლია შევასრულოთ ჰიმნი თუ კი გაქვთ თქვენი ჩვენი ჰიმნი გვაქვს ისე ვერ ჰიმნი ჩვენი ჰიმნი გვაქვს მოტანილი ზურიკო დაიდე გუნკერზე ხელი Ragazzachet, date pinzacheli dai. Racheri. Satsakwa wahidi. Varisa, racheri, varisa. ой сара мугавшо Racheri, არ მოგწონს. Ой, მესენი ვინტერი ხოდა მაცხადა. პატრიოტიზმს რატო არ ბაცრეთ ხო? მე ჩემი ჰიმნია. ჰიმნი იწება ნოდო მოემზადე ნოდო. მოусმინოთ მოწინააღმდეგე გუნდის ჰიმნსაც. ჩემი ნოდარი უბლაბაში გაზდელიდა უმამოდ მიდობებული გავაჩენ რა ნოდარი დიდი მადლობა ქალბატონო ერთი ორად წამოწიეთ თქვენი შვილის მებრძოლის სული თქვენი ჰიმნით მე დარწმუნებული ვარ შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ ორთაბრძოლაზე დავიწყოთ ძალიან გთხოვთ გავიწიოთ დაუთმოთ ასპარეზი ბავშვებს აბა ძალიან დაინტერესებს ვინ დაგიწერეთ იქ ჰიმნი რა მიდი სუსანა ბრავო una trista ana trista საცა დააწყე იქე დააგდო მიდი ნოდო მიდი აბა ჰეჯიმე ისა გაიქ არ დაგიჭიროს ბიჭო ტოჩკები ისაკენი ნოდარი მიდი გაიქ არ დაგიჭიროს გაიქ ზურიკო გაიქ არ დაგიჭიროს რა საკეთებს რა არის ახლა რა არის ეს მოდი აქ მე გავარკვევ რა წესების დარბევასა აქ ადგილი მანა ხერაქციის რა არის ეს ვერ გავიგე რა არის ზაღლი ეს როგორ შეიძლება კაცურზე კმენ ეს არის კონტაქტური ორთაბრძოლა ხო გითხარი არა ერთი საჯარი ერთი საჯარი ეს არის ჩვეულებრივი დარღვევა და ბავშვს მოგებული ეს ტურნირი ახლა არ ამთხარებთ ნერვებზე რა ბავშვს ხურზე ნაკმენი რა ალბათო დაწყენ რაც კი მე დაწყენარდი ვერ გავიგე არაფერი არ არის არაფერი არ არის ბავშვს ხური საკ ნაკ ჩაკმეჩელი ხური ცადბატარა ბავშვი არაფერი არ არის
ვერ გავიგე. არაფერი არ არის, ჩაკმეჩილი ახლა ესე. ჩაკმეჩილი ხარ. გოგი არის ჩემი ბავშვი თუ რა არის ვერ გავიგე. გოგი რა შუაში? ხელოვნებაში რომ ნოლი ხარ ეგ მაღაზია ლაპარაკი. ვან გოგია თუ რა ვინ არის ჩემი ბავშვი? ჩაკმეჩილი პოლიტიკოსი. კარგი, ხალბატონო. მე მოგება მიოცი ბავშვი. გავაგრძელოთ. მოგება მიოცი ბავშვი. გავაგრძელოთ. ბუცებ რა. გავაგრძელოთ. მოდი შვილო მოდი ვიღაცა ხალბატონო, თქვენ აწყნართ. ხალბატონო, შეიძლება. შობლების ტურნირს ცალკე გავაკეთოთ. ანა პრესტონატრის მივა, ნოდარი, აცალე. ანა პრესტონატრის და მოგებული გაკი ცოტა არის ნერვიოზი ზურიკო. მოემზადეთ. მოემზადეთ. აჭირე. აი ძანაც კაი. ძანაც კაი. შო. მოგებული გაკ. ანა პრესტა გუნატრის და ეგ არის. რადლი ეთიკეტი ამას შეხედეთ რა რეებს აკეთებენ ებს კატუნებენ. ედექი ნოდო ეს გაგრძელება აღარ შეგეძლია. რაგატირებს ნოდარი რატო მოგიქნია ნოდო ციხლი არა მაინტერესებს შეჯიბრია დედა და იმ რატოა შეჯიბრი ნოდო სკოლაში ეხლა აი ქალმა რაც იკადრა გამოიძახეთ პოლიცია. დავიდან ერთი კიდე ერთი წუთი დაწყნარდით ხალბატონო. დავიდა ერთი დაწყნარდით. სპორტსმენია, ვეღარ აგრძელებს ჩხუბს, ამიტომ შესაბამისად შენი შვილი არის უტაქტო შენი შვილი არის რასია უტაქტო რა უტაქტო. ჯერ ეგეთი რაიმე თქვენ არის სოფლელები მე არ მინახეთ და კიდე აქეთ ლაპარაკობთ რაღაცა შეგუსაკუთრებთ. რატო არის უტაქტო? უტაქტო. რატო ჩემია უტაქტო და შენია ტაქტო? ხალბატონო, დაწყნარდით. სოფლელები ხართ მართლა არ ამხაროთ ნერვები. მაშასე დღევანდელი ფინალი. რა არის? დღევანდელ ფინალშიც გამოვლიდა გამარჯვებული და გაიმარჯვა ჩემთან. გაიმარჯვა ზურიკო. ძალიანაც კარგი. US ალბათ გამარჯვებული. საფეთქელს გაუყირდა მაგას საფეთქლებში უნდა გცემოს სულ აჰა უკვე ახეთ კიდე გაიმარჯვა შეგვიძლია გადავინაცვლოთ კვარცხლბეკზე და დაიკავოთ საპატიო პირველი ადგილი შესაბამისად მეორე ადგილს დაიკავებს ნოდო და მესამე ადგილს თუ გამოვლინდება გამარჯვებული იქნება ცოტაყაში დაიკავებს ერთ-ერთი მებრძოლი შეგდგეთ უკვე კი ბატონო შეგიძლიათ ძალიანაც კარგი ბავშვი გაიგეთ დილაცავ შვილო მესამე ადგილოს არის მოგზაინ თუ შეიძლება რატო გახვედი ნოდო მეორე ადგილზე ნოდო მაინც ხილად ადი რატო არის გასული ნოდარი მეორე ადგილზე მეორე ადგილზე ხალბატონო მეტყვი მე რაღაც მაინტერესებს დიახ ჩემო ბავშვი ხო გაიმარჯვა დიახ ხო მე რატო არ არის პირველ ადგილზე რატო არ ადგას როგორ არ არის ხალბატონო პირველ ადგილზე ხო მე დაბლა არის ეს ბავშვი და რა უკრა დაღლა ხალბატონო ის ცოტა მაღალია და ეს შესაბამისად ცოტა კაცო ის რო ცხოველი მაგაზე მე არ ვლაპარაკობ რატო არის ბავშვი ჩემი ბავშვი დაბლა რატო არის მაღალი ნოდარი ხალბატონო რა უკრა ეხლა ეს პირველზე გავიდა ეს მეორეზე ჩამოდი ეს არის ახლა შენ გადმოდი აქეთ და რატო უნდა გადმოვიდეს ასეთ არ გადმო თუ პირველი ადგილი ეს არის აქ დადგეს მაშინ მაგდა შენ ჩამოედა ხოდა დაადგეს ეს არის პირველი ადგილი ეს არის რატო არის ეს რა უკრა ხალბატონო ის არის მაღალი ეს ჩემი რა ეს გარდა გაითვალის ვისი ბიჭი ხარ შენ რა გიდათ ჩამოდი საბინო ჩემო ესეთ არ ჩამოვა შენ გადმოდი აქეთ შენ ჩამოდი ერთი წუთი ჩამოდი აქ და ვაფშე შენ რო ჩახვიდე არა არა მიდი რა შენ ჩავიდე ჩავიდეს რა ვაფშე რა მეორე ადგილოსა რო ჩავიდე რა ვარ ყვიეთ ხო ჩამოდი ნოდარი აქეთ კარგი ესე ჯობი ჩავიდეს კიდე ადექი ნოდარი არ აღდგები დედა ეს ჩავიდეს კიდე და მე პირველი და მეორე საერთოდ ვერ დგები დედა რატო ვერ ადგები ვერ დგები ყველაფერი პირველი ადგილზე გავიდა ვერ დგები ზურიკო შესაბამისად პირველი მეორე და მესამე ადგილი გვაქვს გაკოვდა ზურიკო მიემგზავრება შემდეგ იმის ადექი ნოდარი ხალბატონო რა გწევთ ადექი ნოდარი ადექი ფეხზე თუ შეიძლება გამოდი აბა შვილი რა გამოვიდა ეს გამოდი აბა ერთი წუთი რა შვილი ხალბატონო რა შვილი Yes,